ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ზუსტად ასახავს იმ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, განსაკუთრებით საარჩევნო უფლების დარღვევასთან მიმართებაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა ეუთომ და ეს იყო ყველაზე კრიტიკული დასკვნა, რომელიც კი ქართულ არჩევნებზე დაწერილა და ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული, რაც კი ამ ორგანიზაციას ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებთან მიმართებაში აქვს გამოქვეყნებული. ქართული ოცნების ეს უსუსური მცდელობები, რომ ეუთოს დისკრედიტაცია მოახდინონ, რომ მათი განცხადებები, რომ თითქოს ეუთომ დაკარგა სანდოობა, ძალიან გავს ყველაზე ველური ავტორიტარული რეჟიმების მცდელობებს, რომ ქვეყანა მოაქციონ სრულ იზოლაციაში, რომ დემოკრატიის ფასადიც კი აღარ არსებობდეს. პარტიების აკრძალვა თუ საარჩევნო მდგომარეობის საარჩევნო გარემოს გაუარესება არის ის ნაბიჯები, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიძლება გადადგას ამ ქვეყანაში დემოკრატიის საბოლოო დასამარებისთვის, თუმცა ეს ნაბიჯები იქნება მათი პოლიტიკური დასამარებისთვის და ამ მიმართულებით გადადგმული.